ფოთის საღმრთელო დაწესებულებებში ბავშვთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით და საღმრთელო დაწესებულებებში ახსასრდელთა სარეგისტრაციოდ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შევსების მიზნით 8 სექტემბრიდან ახსასრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ბაღების გაერთიანების დირექტორს გელა ლორთქიფანიძეს დავუკავშირდით. მოგესალმებით 2025-2026 საავადმყოფო წელი ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საავადმყოფო დაწესებულებებისთვის იწყება მიმდინარე წლის 15 სექტემბერს. რაც შეეხება მზაობას საავადმყოფო წლის წარმართვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ თითოეული საავადმყოფო დაწესებულების თანამშრომლები მობილიზებული არიან საავადმყოფო შესაბამის დაწესებულებაში და მიმდინარეობს სამზადისი. ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 8 სექტემბერს დღეს და დასრულდება 14 სექტემბერს. როგორც რეგისტრაციის წესში არის წესით არის დაწერილი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები არის ელექტრონული რეგისტრაციის დღიდან 2 სამუშაო დღე. ფოთში ახალი საღმრთელო წლისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ფოთის ბაღებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.